საგამოძიებო ექსპერიმენტები ტარდება რუსთაველის გამზირზე საუბარია 20 ივნისის საქმეზე. ადგილზე იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც მაშინდელ აქციებზე დაშავდნენ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით დაზარალებულების უშუალო ჩართულობით ხდება 2019 წლის მოვლენების სრული სურათის აღდგენა. თათია ტაბეშაძე გვერდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. თათია, გისმენთ. უკვე მეოთხე დღეა რუსთაველის გამზირზე საქართველოს პროკურატურა ატარებს საგამოძიებო ექსპერიმენტს, იქ სადაც 2019 წლის 20 ივნისს მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია და სადაც გამოყენებული იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებები, ასევე რეზინის ტყვიები და ჯამში დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც დაზარალებულთა სტატუსი მიენიჭა. სწორედ დაზარალებულები მონაწილეობენ აი ამ ექსპერიმენტში. მხოლოდ დღეს ადგილზე იმყოფებოდა უკვე სამი დაზარალებული, მათ შორის თეიმურაზ დიდბერაშვილი, რომელიც იყო მაშინდელი აქციის მონაწილე და რომელმაც რეზინის ტყვის შედეგად დაზიანება მიიღო სახისარეში. ასევე იმყოფებოდა ორი ჟურნალისტი, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს ადგილზე ჟურნალისტურ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ. ეს არის თამარ ბაღაშვილი, რომელიც დაშავდა ხელის არეში რეზინის ტყვის შედეგად და აგრეთვე გვანცა ნემსაძე, რომელიც ფეხის არეში დაშავდა. ისინი პროკურორ გამომძიებლებს აწვდიდნენ ინფორმაციას როგორ და რა ტერიტორიაზე მიიღეს ჭრილობები და აი ამ ინფორმაციის საფუძველზე უკვე ექსპერტები ტყვის გასროლის ტრაექტორიას ნიშნავდნენ. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ აღდგეს 6 წლის წინანდელი სურათი, რამაც საერთო ჯამში გეგმის მიხედვით პროკურატურას უნდა მისცეს იმის შესაძლებლობა, დაადგინოს კონკრეტული პირები და დაადგინოს რამდენად იყო მაშინ საპოლიციო ძალების მხრიდან მიღებული ზომები პროპორციული. აი ეს მოქმედებები ხორციელდება არა ხელახალი გამოძიების ფარგლებში, არამედ მიმდინარეობს ხელახლა დაზარალებულების გამოკითხვა და ეს დაავალა, ასე ვთქვათ, რეკომენდაციის სახით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, ვინაიდან სტრასბურგის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა, რომ სასამართლოს, თავად ევროპულ სასამართლოს აქვს კითხვის ნიშნები საპოლიციო ძალების პროპორციულობასთან დაკავშირებით, ხომ არ გადააჭარბეს მათ თავიანთ უფლება-მოსილებას. სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო დაზარალებულთა საჩივრების საფუძველზე. საზოგადოება მიმდინარე კვირის განმავლობაში ნახა, რომ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულების მონაწილეობით. დღესაც ველოდებით 5 დაზარალებულს, რომლებიც გამოცხადდებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინიც მიიღებენ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, აღნიშნული ექსპერიმენტი ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულებას, რათა მეტი დეტალი იქნეს საქმეზე, ასე ვთქვათ, აღდგენილი, ფართო სურათი იქნეს გაშლილი და დადგინდეს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები. ზოგადად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ეს ოღონდ საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო თავის დროზე. ეხლა, როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებიდანაც არ არის ცოტა საკმაოდ დიდი დროა გასული, თუმცა რატომღაც ეხლა გადაწყვიტეს ამის ჩატარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას დაზარალებულები და მათი წარმომადგენლები იმის მით, რომ სახელმწიფოს ის არგუმენტი არ მივცეთ, რომ თურმე დაზარალებულის არ თანამშრომლობის გამო ვერ ადგენენ ისინი იმ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინეს და ასევე იმ პირებს, ვინც ამ დანაშაულის ჩადენის ბრძანება გასცეს. მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი გახარია, 2018 წლის 20 ივნისს გამოყენებული ზომები ახსნა იმით, რომ ქვეყანაში უნდა მომხდარიყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. გახარიას განცხადებით ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციაზე, ამ შემთხვევაში პარლამენტზე შეტევა და საჭირო იყო მსგავსი ღონისძიებების გატარება. ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს სადავოდ არაფერი მიუჩნევია და არ გაუმტყუნებია სახელმწიფო, თუმცა როგორც თქვი, მას აქვს კითხვის ნიშნები საპოლიციო ძალების პროპორციულობასთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლებოდა, რომ მიყენებული ზიანი ყოფილიყო უფრო ნაკლები ზიანი, რომელიც გამოიხატა დაშავებული ადამიანების მაღალ რაოდენობაში. მადლობა თათია ტაბეშაძე იყო პირდაპირ ეთერში.